დღეს ერთად განვიხილავთ თუ რა სარგებელი მოაქვს არაფორმალურ განათლებას და რა ბარიერები არსებობს ამ მიმართულებით. საგანმანათლებლო სივრცეში ვერ ვთავაზობთ მაინცსა და მაინც ისეთ რამეს სასწავლად, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით ამ საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული სტერეოტიპი, თითქოს მხოლოდ გოგონები უნდა ერთვებოდნენ სკოლებში მიმდინარე კლუბურ აქტივობებში და ერთფეროვანი და ტრადიციული სახის გაკვეთილებით ბავშვები ძალიან დაღლილები არიან, რომელსაც ასევე დაკარგული აქვს თავისი ხარისხი და ვფიქრობ უარყოფით შედეგებსაც იძლევა. ვერ ხვდები საერთოდ რატომ არის გასაკვირი, ბავშვები დღეს არ არიან აქტიურები. ჩემი სკოლა მაგალითად მცირე რიცხოვანია, კლასში ცოტანი ვართ. ვიცი სკოლები, სადაც კლასში 1 ან 3 ბავშვიც კი და ჩვენთვის უფრო მოსაწყენი ხდება საგაკვეთილო პროცესი. ეს რომ იყოს რასადროდის ყველა მასწავლებელს მოსწონს, მაგრამ პრობლემის ადვოკატირება და უფლებების დაცვა სასკოლო პროცესის ნაწილად ჯერჯერობით არ განიხილება. რა უნდა გაკეთდეს, რომ არაფორმალური განათლება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყოს? თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სკოლებში ისედაც ხდება და ისედაც ინტეგრირებული არაფორმალური განათლება და ეს ყოველივე ძირითადად გამოიხატება სხვა კლუბების არსებობით. მაგრამ სადაოა რამდენად არის საქართველოს მასშტაბის სკოლებში ეს ყველაფერი ქმედითი. ვისურვებდი, რომ სკოლაში ეგრეთ წოდებულ აღიარების, წახალისების სისტემას ემუშავა არაფორმალურ განათლებაში მონაწილე მოსწავლეებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არა ვთქვათ, ლიდერთა სკოლის მსგავს არაფორმალურ განათლების კლუბში ყოფნა, ფიქრობ ბევრად უფრო რთული იქნებოდა ჩემთვის საუნივერსიტეტო სივრცესთან ადაპტირებაც სწავლის პერიოდში საკმაოდ ბევრ სტუდენტს აქვს სურვილი, რომ ცოდნა გაიღრმავოს და გააგრძელოს საზღვრებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ამ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების დროსაც კი, მათ შორის შერჩევის ეტაპზე საკმაოდ მნიშვნელოვანია რა დონეზე აქვს, ასე ვთქვათ, განვითარებული გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველს ეს არაფორმალური განათლებისგან გამომდინარე უნარჩვევები. თქვენი დაკვირვებით რა არის ის მთავარი ბარიერი, რაც ყველაზე მეტად ხელს უშლის მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მიღებაში? მთავარი ბარიერი არის თვითონ სკოლა როგორც სისტემა, ისეთი გამონათქვამი გამოიყენება ხოლმე ხშირად სპეციალისტთა შორის, რომ სკოლა როგორც სისტემა შექმნილია მე-19 საუკუნეში, მასწავლებლები მოვდივართ მე-20 საუკუნიდან და ბავშვებს ცოდნა ჭირდებათ 21 საუკუნისთვის. ანუ თავისთავად ის ფაქტიც, რომ ასეთი საინტერესო ახალგაზრდები ასეთ საინტერესო გამოცდილებებზე საუბრობთ, უკვე ნიშნავს, რომ სისტემური წინსვლაც გვაქვს გარკვეულად ამ თვალსაზრისით. როდესაც ინტერესი არ აქვს და მოტივირებული არ არის პედაგოგი, ის რეკომენდაციას ვერ გაუწევს არაფორმალური განათლების მიცემას და სხვადასხვა კლუბებში ბავშვები ჩართვას. ვასწავლი მაღალმთიან სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მორგებული ბავშვების საჭიროებებს. ყვება ფორმალური განათლების დროსაც კი მოუგვარებელია სკოლებში და მოგეხსენებათ ახლა ადამიანს, რომელსაც შია და ბავშვს, რომელსაც შია, ის კონცენტრირებას ვერ მოახდენს. როდესაც გაკვეთილების გაცდენა გვიწევს ბავშვებს, საკმაოდ გვიხარია კლუბურ სამუშაოებში ჩართვა. მაგრამ თუ ეს გაკვეთილების შემდეგ უნდა მოხდეს, უკვე არის პრობლემა, რადგან ავტობუსი მიდის. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა საინტერესო იყოს შეხვედრა, 3 კილომეტრის ფეხით გავლა უკვე პრობლემა ხდება თითოეული ბავშვისთვის და ეს არის საკითხი, რომელიც სკოლამ ვერ გადაჭრა. რამდენად აუცილებელია მსგავსი კლუბების არსებობა სკოლაში, თუ მათი ფუნქციონირება მაინც ფორმალურია, ხომ არ ჯობს ისინი საერთოდ სკოლის გარეთ იყოს? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში კლუბური აქტივობები ხორციელდებოდეს ზოგადად და ბავშვებიც ერთვებოდნენ. მაგრამ აქ ერთი ფაქტორი მაინც რჩება, რომ ასეთი კლუბები, რომლებიც სკოლაში არის ჩამოყალიბებული, რამდენად არის მასწავლებლების ზემოქმედებისგან მოშორებული. მოხდება კლუბი, სადაც აერთიანებენ ბავშვებს, იმის მიუხედავად აქვთ თუ არა ბავშვს სურვილი. ბუნებრივია, როდესაც ინტერესი არ გაქვს, ხდება мотивაციაც, არ გაინტერესებს ეს საკითხი და მოკლედ ეს კლუბი არ არის შედეგიანი. ხუთი ნუ დავხუჭავთ თვალს იმ პრობლემებზე, რაც ითქვა და ნამდვილად არსებობს, ხო? ნუ თუ კი არ არის ნებაყოფლობითი ჩართულობა და თუ არ არის აქტიური მონაწილეობა, მაშინ გარეგნულად რაღაც კლუბიც რომ იყოს და წრეც, ეს არაფორმალური განათლების ჟანრი აღარ არის. სკოლა სწორედ და თანდათან უნდა გადაიქცეს სოციალური აქტივობის ცენტრად და არა დაუშვათ იმ ადგილად, სადაც რაღაც 6 გაკვეთილი ტარდება და მე სახში მივდივართ. პრობლემებად, მაგრამ მაინც სკოლა მგონია ის სივრცე, რომელიც თანამედროვე განათლება ვერ იქნება რეალიზებული, რომ არა ეს კომპონენტი. ახალგაზრდის და მოსწავლის დაინტერესება პირველ რიგში უნდა მოხდეს არაფორმალურ განათლებას თვითონ სასკოლო საზოგადოებაში, სკოლაში. არ სჭირდება დღეს სკოლებს იმისთვის, რომ აქტიური იყოს სასკოლო ცხოვრება და ჩვენ ბავშვები არ ვიყოთ არც პასიური წევრები და არც უბრალო მსმენელები. გადააზრება იმის, რაც გულისხმობს სწავლა და ცოდნა და განათლება.